ეს არის 15 აპრილი სიყვარულის დღე და ჩვენ სიყვარულს განვიხილავთ ფილოსოფიურ ჭრილში, შეიძლება ასე ითქვას, რა არის სიყვარული, როგორ ხედავთ მას, როგორ აღვიქვამთ, სინამდვილეში როგორ უნდა იყოს და საერთოდ არსებობს თუ არა სიყვარული, სწორედ აი ამაზე ვისაუბრებთ ახლა. ქალბატონი ვალიანთიძეა ჩვენთან სტუმრად. თავიდანვე წარიმართა ძალიან საინტერესო დიალოგი ჩვენ შორის. მოგესალმებით ქალბატონ ლალი. იმედია გამოვაჩენთ ქალბატონ ლალის მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს. არ ვიცი თქვენ როგორი კუთხით უდგებით ამას, თუმცა ფილოსოფიურ ჭრილში ალბათ სიყვარულზე გიფიქრიათ კიდევაც და ამ თემაზე გისაუბრიათ კიდევაც თქვენ სტუდენტებთან ერთად. რა არის სიყვარული და როგორ აღიქვამენ მას ადამიანები? დიდი მადლობა მოწვევისთვის. აი დღეს მთელი დღე რაღაცებით ისე ვიყავი პოზიტიურად განწყობილი, რომ ამ თემაზე სასაუბროთ მომიწვიეს, იმიტომ რომ მართლა მე მგონი არც არსებობს ადამიანი ამ თემაზე რო არ ეფიქროს. მაგრამ როდესაც აი თვითონ სიყვარულზე როგორც ასეთზე, სიყვარულის არსზე, სიყვარულის ფენომენზე როცა საუბრობ, პირდაპირ პროპორციულად ეს დადის ადამიანის პრობლემაზე. ანუ ადამიანის არსის პრობლემაზე დადის, იმიტომ რომ როგორი რა სტრუქტურაც აქვს ადამიანს, ზუსტად ის არის სიყვარულის გამოვლენების ფორმებიც, ხო? ნუ ადამიანში არის ცხოველური, ისევე როგორც სიყვარულში და ადამიანში არის ინტელექტუალური, ისევე როგორც სიყვარულში. და საქმე ის არის, რომ როდესაც სიყვარულზე ვსაუბრობთ, აქ ბუნებრივი არის, რომ აი იმ მშვენიერებას, რასაც სიყვარული ქვია, ქმნის ადამიანის ინტელექტი და მისი დამოკიდებულება. ამიტომ აი რაღაცაირად ცოტა არ მომწონს ხოლმე, რომ იცახე, რომ აი სიყვარული ესეთი რამეა, რომელსაც ვერასდროს ვერ გააცნობიერებ, ვერასდროს ვერ მიხვდები, რაღაცა კი მასში არის რაღაცა ინსტინქტური და რაღაცა ლტოლვითი ელემენტები, მაგრამ სიყვარული თავიდან ბოლომდე რაციონალური აქტია. ალბათ ვერ გააცნობიერებ იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად დარჩები და გაჩერდები წერტილზე, იმიტომ რომ სიყვარულს როგორც ასეთი ჩემი დაკვირვებით აქვს ფაზები. დასაწყისში სიყვარული არის სულ სხვანაირი და შეიძლება ბოლოს სულ სხვანაირი აღმოჩნდეს. ბოლო აქვს. ისევე როგორც განათლებას, ისევე როგორც ცოდნის მიღებას, ისევე როგორც თვითგანვითარებას ხო ბოლო არ აქვს. სიყვარული ყოველთვის არის ადამიანისთვის თვითშემეცნებისა და თვითგანვითარების საშუალება. მაგრამ ყოველთვის არ არის. მაშინ იქ სიყვარულიც არ არის და ეგ არის ზუსტად რომ ზოგჯერ არის რომ იცით რა არის ეს ძალიან საინტერესო ავტორი ერიხ ფრომი რომელიც ლაპარაკობს სიყვარულის ფორმებზე და პარალელურად როგორც ყველა სოკოს აქვს თავისი შხამიანი ვერსია ხო ის პარალელურად ალაგებს რომ ერთი არის როცა გარის სიყვარული და მეორე არის სიყვარულის იმიტაცია ანუ თუ კი შენ სქესურ სიყვარულზე საუბრობ იქ შეიძლება უბრალოდ ეროტიული სიყვარულით ჩაანაცვლო და მეტი არაფერი არ იყოს ამის უკან. თუ შენ მაგალითად ლაპარაკობ იგივე ღმერთის სიყვარულზე, შეიძლება კერპთაყვანისმცემლობა ჩაანაცვლო და მხოლოდ კერპთაყვანისმცემლობა იყოს და არა ღმერთის სიყვარული და მისი შემეცნება, ხო? ამიტომ ნებისმიერ ფორმას ამ სიყვარულისას აქვს რაღაცა ზღვარი, რომლის იქეთაც შეიძლება გადახვიდე უკვე მის ნეგაციაში და ნეგატიურ ფორმატში. და რაღაც შორს წავიდეთ, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი თეორეტიკოსი, რომელმაც ბრწყინვალედ ჩამოაყალიბა სიყვარულის ინდიკატორები, ეს არის შოთა რუსთაველი. აბა გაიხსენეთ როგორ იწყებს მიჯნურსათვალად ციტურფე მართებს მართვითა მზეობა. მე როგორ არის გახსოვთ? სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყრმე და მოცალეობა. ნახეთ როგორი ის აქვს. პირველი რაც არის, რაც ადამიანს იზიდავს, ყოველთვის არის გარეგნული მხარე, ხო? ანუ გარეგნული ფიზიკური მონაცემები ეს არის გავლენის მომხდენი. თუმცა მე უკვე ნახეთ, აი ეს მოწონს ყველაზე მეტად, რომ სიბრძნეზე გადადის, იმიტომ რომ სიყვარული ეს არის სწორედ რომ იმისი გაცნობიერება თურისთვის ხარ ამ სამყაროში და უნდა იყოს შენს გვერდით ამ შემთხვევაში და თავი და ბოლომდე ღირებულებითი აქტია. კი ბატონო და სიყვარული ალბათ უნდა გვეხმარებოდეს პირველ რიგში, არა იმაში რომ რაღაცნაირად ჩავიკეტოთ, მივეჯაჭვოთ ადამიანს, არამედ უნდა გვეხმარებოდეს საკუთარი თავის შეცნობაში. პირველ რიგში და სხვათა შორის რუსთაველს, გენიალური პოემაა ბუნებრივია ამაზე. მაგას გაგრძელება აქვს კიდე. მაგას გაგრძელება აქვს. აი ეს მოცალეობა მომწონს ძალიან და ვინც შეყვარებული ყოფილა ალბათ ხდება რომ თუ რამდენი დრო და ენერგია ჭირდება მაშინ როდესაც მაგრამ საქმე ის არის იცით რა არის იცით სიყვარული თუ ეს არის რაღაცა მდგომარეობა რომელშიც ჩავარდი აი რაღაც უცებ აღმოჩნდა აი დაინახა ტარიელმა ესთან დაიჯერდა და იცით ეს არ არის სიყვარულის სწორი ფორმა ასე ვთქვათ იმიტომ რომ სიყვარული
სიყვარული ეს არის თავიდან ბოლომდე სამხედველობრივი აქტი და როდესაც გიყვარს ეს არის შენი ცხოვრების წესი და სხვა ადამიანი ამ შენს ცხოვრებაში და ამ შენს სამყაროსთან დამოკიდებულებაში უნდა შემოვიდეს ჰარმონიულად. თუ ამან გრევები გამოიწვია, ღირებულებითი სისტემების გადანაცვლება გამოიწვია, თუ რაღაცა შინაგანი დისკომფორტები გამოიწვია, ეს არის პირდაპირ ინდიკატორი, რომ ეს არც არის სიყვარული, ხო, მაშინ რაღაცა ამის იმიტაციასთან გვაქვს საქმე. თუ ჩვენ ასე დავფიქრდებით, რომ სიყვარული ეს არის ჩემი სამყაროსთან დამოკიდებულება, ანუ მე მიყვარს გარემო, მე მიყვარს ადამიანები, მე მიყვარს ჩემი საქმე და ამ ტიპის ჰარმონიაში ვიმყოფები სამყაროსთან, მაშინ ის მეორე ადამიანი ამ ჰარმონიაში უნდა შემოვიყვანო. და ნაწილი ერთია, მაგრამ მეორე არის, რომ შენ ხო შედიხარ ვის სამყაროში. არა, ანუ ეს თუ ასე ჰარმონიულად არ მოხდა, იქ აი თქვენ ხშირად გაგიგიათ ალბათ, ხო, აი როგორი ურთიერთობა გქონდათ, როგორი სიყვარული გქონდათ და რაღაცა და უცებ ორ თვეში, სამ თვეში შეიძლება ისე დაინგრეს ეს ყველაფერი. იმიტომ რომ იქ არ არის სწორედ ეს ჰარმონია, ეს იქ არ არის სამხედველობრივი საფუძვლები. და პირველ რიგში სიყვარული ეს არის გაცემის უნარი. ერთადერთი სფეროა, სადაც არ მუშაობს საბაზრო ეკონომიკა და საბაზრო ურთიერთობები. ანუ გაცვლითი ურთიერთობები. ანუ მე რო გავაკეთე, ახლა შენ უნდა გააკეთო. ახლა მე ხომ მოგიარე ერთხელ ალბათ რო იყავი, ახლა შენ უნდა მომიარო. თუ ამაზე დავა ურთიერთობა. ყოფითი რაღაცა, თუმცა თქვენ კი, რა თქმა უნდა, ეს იმ ყოფაში ვლინდება სწორედ, იმიტომ რომ შენ როდესაც გაქვს მუდმივი გაცემის მდგომარეობაში ხარ, იცით რა, როცა ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, იქ არავინ არ დაიწუწუნებს მაღაზიაში ვინ უნდა წავიდეს, ერთმანეთს ასწრებენ, ხო? და აქ ერთმანეთს ასწრებენ იმაში თუ რა უნდა გაუკეთონ, იმიტომ რომ გინდა, შენ გინდა, მას კი არ უნდა, შენ გინდა რომ გაუკეთო, ხო? ამიტომ ეს სიყვარული ყოველთვის არის უანგარო გაცემის უნარი. მაგრამ ეხლა სადამდე მიდიხარ, რას ნიშნავს გაცემის უნარი, ხო? იმისათვის რომ გასცე, უნდა გქონდეს. ხო, ანუ აი ეს რუსთაველი რო ამბობს სიმდიდრე და სიუხვე, ამას იცახის, რომ აქ ლაპარაკი არის მატერიალურში შეიძლება ეს აისახოს, მაგრამ მატერიალური უბრალოდ გამოვლინებაა იმისი. აქ უფრო მეტად საუბარი არის იმაზე, იმ შინაგან და პიროვნულ რესურსებზე, რაც შენ გააქვს და ამიტომაც არის, რომ მუდმივად ჭირდება კვება და მუდმივად ჭირდება საკუთარ თავს ზრდა, რომ შენ რაღაცა გასაცემი გქონდეს. ამიტომაც არის, რომ აი ვერ დავიყვანთ სიყვარულს რაღაც ინსტინქტებზე და არარაციონალურ აქცენტზე. არსებობს უპირობო სიყვარული. დეგანო უპირობო სიყვარული, რომელიც ასეთ ისე მოდის ადამიანებთან. არც უმაგისობა, იცით, არ ნიშნავს იმას, რომ სიყვარული მანდ-მაინც ერთი უნდა იყოს ცხოვრებაში და მეტი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ადამიანი იცვლება, ვითარდება, მისი სამხედველობრივი ფუნდამენტებიც კი შეიძლება შეიცვალოს და ამიტომაც არის, რომ შეიძლება რაღაცა წვილი შეიცვალოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიყვარული თუნდაც მაშინ არ იყო, ან მერე არ იქნება, ხო? ეს ერთი პარტნიორის ურთიერთობა არ არის ინდიკატორი იმისა, რომ მაინც და მაინც სიყვარულთან გვაქვს საქმე. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი რაც არის, აი ხშირად ვწვეთ სტატიის დაწერას ვაპირებდი ამაზე და ეხლა კაი ინსპირაცია მომეცით მაგისთვის, რომ აი როგორ შეიძლება ფილოლოგები არ დამეთახონ, მაგრამ კარგი იქნება ეს რაღაცა. გამოწვევა იქნება ჩემი მხრიდან დამეხმარება ძალიან ამის ანალიზში, რომ აი როცა მე რუსთაველზე ვლაპარაკობდი, სულ მიკვირდა, რომ აი სიყვარულის ორი მოდელი შია პირისპირა ერთმანეთს, ავთანდილის სიყვარული და ტარიელის სიყვარული, ხო? ტარიელი ვინ არის, რაღაცა შმაგი გადარეული, რას ერჩოდა იმ ვეფხვებს ხო რომ დასდევდა, ატყავებდა და იმიტომ რომ თავის შეყვარებულს აგონებდა და ავთანდილი რომელიც არის რაციონალური, გაწონასწორებული, მოგვარებული აქვს ურთიერთობები, ყველაფერი გარკვეული აქვს და უცებ აღმოჩნდება რომ გაუჩნდება სურვილი რომ დაეხმაროს ტარიელს. მართალია თინათინის მოწოდებით, მაგრამ აი მან არის ყველაზე დიდი ფილოსოფია. კი, იმიტომ რომ თანამშრომლობებს, სამხედველობრივი თანხმედრა ვერავის მოწოდებით ვერ წახვალ და წლები ვერ გადაიკარგები და საყვარელ გარემოს და შენ თვითონაც თუ არ გინდა ადამიანს ვერ მოშორდები, თუ კი ამაში შენინება არ მონაწილეობს, ხო? და ჩემი აზრით ეს პოემა არის ამაზე, რომ ავთანდილი ნაბიჯ როგორ ასწავლის, რომ ტარიელს რო სიყვარული დესტრუქციული კი არ უნდა იყოს, ანუ კი არ უნდა მოკლა, კი არ უნდა გაანადგურო, არამედ სიყვარული უნდა იყოს შემოქმედებით, რომ სიყვარულმა უნდა შექმნას.
ხო და აი ეს ნაბიჯები არის ის როგორ შეიძლება რომ ერთმა ადამიანმა რომელსაც აქვს ყველაფერი და რომელსაც შეუძლია სიყვარული ადამიანური რესურსებიც აქვს იმისთვის რომ გასცეს და იმას ტარიელი ხო უყვარს არა როგორც ადამიანი როგორც მეგობარი არა ანუ ეს სიყვარულის მდგომარეობა მარტო საპირისპირო სქესი არ არის ამას ამოდი სხვა ადამიანების სიყვარულიც არის და გარემოს და სამყაროს სიყვარულიც არის ხო და რაღაცნაირად სტალკერი არის ტარიელისთვის ხო რომ როგორ უნდა გაიკვალო გზა ამ სამყაროში სიყვარულისკენ და ბოლოს უკვე ტარიელი ფორმირდება ძალიან ისეთ საინტერესო და გეგმავს კიდეც ამ გაჯეთის ციხის აღებას ანუ ის რასაც ანგრევდა ამან თქვა წამოდი და მოვძებნოთო ხო ანუ კი არ უნდა თავით კი არ უნდა დაიზიანო არამედ ქმედითი უნდა გახდეთ აი ზუსტად ეს არის იმ სიყვარულის ფილოსოფია როდესაც გაგაჩნია ეს გრძნობა როგორი შემოქმედებითი ხდები და ნებისმიერი შემოქმედების ფუნდამენტი ყოველთვის არის სიყვარული. და ბოლოს სანამ დაგემშვიდობებით ბუნებრივია საინტერესოა პირადი მაგალითები ყოველთვის საინტერესოა და თქვენ როგორც ფილოსოფოსმა თვითონ სიყვარულში რას ჩააგენით? რა იყო თქვენი ყველაზე დიდი აღფრთოვანება თქვენი ცხოვრების განმავლობაში, რაც სიყვარულმა მოგიტანა და სიყვარულის საშუალებით ჩააგდეთ? მივხვდი იმას, რომ სიყვარული იძლევა ძალიან დიდ ენერგიას რო აკეთო საქმე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, იმიტომ რომ ზოგადად სიყვარულის ინდიკატორი, აი ნაყოფი არის ის, რომ ადამიანი ხდება ქმედითი, რაღაცას აკეთებს. თუ იკეტები, ეს უკვე კერპთაყვანისმცემლობა, ნუ სხვა ადამიანები არ გჭირდება თუ რაღაცა იზოლაციონიზმს მიმართავ და ჩაკეტილი ხარ რაღაცა სამყაროში, ხო? ეს არის ზუსტად ეს კერპთაყვანისმცემლობა, ერთმანეთით შეპროფილობა და ამისიკეთ არაფერი არ არის. სიყვარული არის შემოქმედებითობა. ნამდვილად და საკუთარი თავის თავიდანვე და თავიდანვე აღმოჩენა ძალიან კიდე ერთ რამეს დავამატებდი. შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს ამის გაცნობიერებაში, როდის არის იცით ნამდვილი სიყვარული, როდის იცნობა, როცა ადამიანს იმ მეორე ადამიანთან მიმართებაში საკუთარი თავი მოწონს. საკუთარი ემოციები, საკუთარი შეგრძნებები და საკუთარი თავი ბუნებრივია. ძალიან დიდი მადლობა ფილოსოფოსი ლალიანთიძე იყო ჩვენთან სტუმრად საუბრობდით სიყვარულის ფილოსოფიაზე და რაღა დამრჩენია რომ გითხრათ გვიყვარდეს ერთმანეთი და ამაში მართლა არსებობს თავისი წილი ჯადოქრობა, რომელსაც თითეული ადამიანი თავის დროზე აუცილებლად ჩააგდებს.